მოგესალმებით ჩემო მეგობრებო. დღეს ჩვენ ვიმყოფებით მდინარე პოზე ფიდერით. ორივე სიტყვით შევეხოთ ესე მდინარეზე თევზაობის მეთოდიკას. მდინარე პო არის ძალიან ძლიერი მდინარე. ჩქარი დინებით თევზუხვი მდინარე არის და ბევრი სურპრიზი შეიძლება მოგვაწოდოს ამ მდინარემ. შესაბამისად უნდა ვიყოთ მომზადებული ასეთ მდინარეზე თევზაობისას. ამ ხელა მდინარე სამწუხაროდ საქართველოში საერთოდ არ არის, მაგრამ აი მეთოდით შეიძლება ითევზაო რამოდენიმე მდინარეებზე საქართველოში, რომლებიც არიან რიონი, კვარი, ენგური, ალაზანი. აი ახლა სადაც ჩვენ თევზაობთ არის 5 მეტრის სიღრმე და 120 გრამიანი საკვებური გვიგია, რომ აი ამ დინებაზე რომ გავაჩეროთ. 120 გრამიანი ეს ჩემს მიერ დამზადებული საკვებურები არის. ესეთი ტიპის ჟანგავისგან გავაკეთე, ჟანგავისგან არიან გამზადებულები, მაგრამ ესეთი ტიპის საკვებურები არის Fox აქვს მაგალითად ვიცი, ფრთებიან საკვებურებს ეძახიან. უბრალოდ შეიძლება საქართველოში რომ მდინარეებზე გამოიყენო ეს საკვებურები. აი საკვებური ძლიერია, შესაბამისად დანარჩენი რაც მოყვება საკვებურს, ყველაფერი უნდა იყოს შესაბამისი. ჩვენ შემთხვევაში ვიტყვი რომ არის ეს დავიწყებ ჯოხიდან, ჯოხი არის 4.20 მეტრის 4.20 მეტრის სიგრძის ჯოხი, ჰევის სიმძლავრის. შეიძლება 120-150 გრამამდე საკვებური გაისროლო საკმაოდ დიდ მანძილზე. 5000-იანი კოჭა არის. 4000-იანიც შეიძლება გამოიყენო, ნაკლებიანი უკვე საწოდაობა არის. 0.24 მავერის dual ბანდის მეგობარმა მირჩია უბრალოდ მითო დავაყენე. dual ბანდის მონოძუა. ძირითადად ფიდერზე ხმარობენ წნულს, მაგრამ აი ჩემ შემთხვევაში, აი ესეთ მდინარეების შემთხვევაში მით უმეტეს საქართველოში არ არის სასურველი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნაგავი მოყვება, ახლა შემოდგომა არის მით უმეტეს და ძალიან ბევრი ფოთლები მოყვება და შესაბამისად თევზაობა შეუძლებელი გახდება წნულის მეშვეობით. ეს არის ჩვენი საკვებური, რომელთაც ინტენსიურ დაკვებას ვაწარმოებთ, წინასწარ დაკვებას რომ ეძახიან, 120 გრამიანი დიდი ჭრილები აქვს და ადვილად იშორებს საკვებურს და ამით უფრო ჩქარა დაკვებავთ ჩვენ ადგილს, სადაც უნდა ვითევზავთ. ვითევზავთ ბუზის მატლით და ესეთი ქვილის მეშვეობით, რომელიც არის ყველის არომატზე დაყენებული და ყველის სუნი აქვს. არის ნაყიდი ასე უკვე გაკეთებული, გამზადებული, მაგრამ მე მაქვს კიდე 200 გრამი გახეხილი ყველი, ცხვრის ყველი შერეული შიგნით, უფრო მძაფრი სუნის გულისათვის. აი ასე. დამატებითი დაკვება ფაქტიურად უკვე დასრულებულია, 1-2 კიდე გავისვრი აი ამ საკვებურით და მერე უკვე დავიწყებ თევზაობას. თევზმა დაიწყო აქტიური კენკვა, მაგრამ მხოლოდ პატარა პადლეშნიკები იჭირებიან ჯერჯერობით. კაპარჭინებს დავარქმევთ, იმიტომ რომ ზუსტი ქართული სახელი ახლა არ ვიცი ზუსტად. მე მგონი ბლიკა ქვია ისე. აი ესეთი ზომის თევზი იჭირება. მედია კარგი ეგზემპლარებიც გამოირევა დიდი ზომის კაპარჭინები, წვერები. იმედი ნახოთ. ეს გაერაცხა დავიჭირეთ
ალბათ წვერა არის. აი ამისთვის ღირს მთელი დღის გაცდენა და დასათევზაოს წასვლა. იდეა დაგვენახება მაინც. აი ასეთ შემთხვევებში გვჭირდება ჩვენ აღჭურვილება შესაბამისი რომ უნდა იყოს აუცილებლად. ძლიერი აღჭურვილება. ეს წვერას გავს, მაგრამ ვერ გაიგებ აქ სიურპრიზებით არის სავსე მდინარე. ერთხელ 4 კილო 200-იანი ლოქო დავიჭირე დაჟე ასე ფიდერით, აი ასე. რა ლამაზი ხარ შენ გინაცვალე მოდიჩა. მას მე დავწონით. დაიღალე. ლამაზია წვერა რა, ჩემი თევზია წვერა. წვერა არის ჩემი თევზი. ეს ჩავაჯინეთ. ოჰო, გაბრაზა. ეს გასაშლელი ქონებია კიდე ჩვენ. ეს 2 კილოები მაინც იქნება. და აზრი აღარ აქვს, აზრი აღარ აქვს. აი ეს 2 კილოიანი ბევრად მეტი იქნება. ახლა გავწონოთ. აი ასე თევზისთვის ღირს მთელი დღის გასცენა. აი პატარაზე აქვს ოდნავ ამოდებულია. მოიცა შეშე. მოიცა და ყველაფერი კარგად იქნება.
მოიცა. კილო 940. ეს კაი რაღაცა არის, არ ვიცი რა არის. ძალიან პატარა რა. ჩავაბით ამის და დავადე რაღაცას შეიძლება. ამავიდა რაღაცა არის. ხაგაბრაზდა ნაპირზე გამოსვლის მერე გაბრაზდა. ვერონიკ, აბა რა. მოდი ჩემთან გენაცვალე, მოდი. იზაშენი ზაქარი ბადეში. ანდე იდაშენი რა ვიცი. აი ბომბორაც ვერა უნდა იყოს. ნაპირთან მოვა გაბრაზდება მალე რა. გაბრაზდება. აკი დაგვენახე წვერა. აი ასეთ შემთხვევებში არის ყველაფერი დამოკიდებული. კაი. ყველაფერი არის დამოკიდებული შენ აღჭურვილებაზე თუ რა აღჭურვილება გაქვს. აი აქ ნემსკავი ან სადავე ზუა ან ძირითადი ზუა ან კოჭა ან ჯოხი რომ სუსტი იყოს და არა შესაბამისი ამ თევზის, ამ თევზს დავკარგავდით ჩვენ.
ეს ისედაც გავუშვებ, მაგრამ დაკარგვით იმას გულისხმობ, რომ ვერ დავინახავდი, რას დავიჭერდით. რა გაიწვერა ბიჭო. ზერ კიდე წავა ესე. არ დაგუნებდება ასე ადვილად, მე მგონი. დაგუნებდა. ეს კაი რამეა. მასაც ავწონეთ ახლა. ეს იმაზე დიდი უნდა იყოს განია ბიჭო. ახლა ვერ ნახავთ მაგასაც. მოიცა. და იმ დროს ხვიპის ახლა. და მეცა სხვა შენჯა. მოიცა შეშემაგეთ. აქ მოგიყვანას. ახლა ნახოთ. რამდენი სიწონი შე? კილო 450, 490. 2 კილო ნახევარი. 2 კილო 490. ეს კაი წვერა არის. დღევანდელი დღე დაიწყო პატარა კაპარჭინებით და აი ამ შედეგამდე მივედით, რომ ბოლოს სულ წვერა იჭირება, კარგი წვერა. მოვიზიდეთ. რაღაც ძალიან დაბლა წაიღო და ლოქომიცის კიდე ასე ქვევით წაღება. იძლევა პატარა ლოქოც იყოს, მაგრამ იმედია წვერა იქნება. დაგვენახე. ახლა იკრიბოს. წვერა. Hadi şimdi. Kay bokolar jest. Kilo
Holandes zu nehmen. Maitsa diyaklayat. Maitsa, mele barake diyaklayat. Maitsa diyaklayat. Გავიგოთ რამდენი წონა გაქვს და გაგიშვებ. Kilo 730. Kilo 730. დავასრულეთ თევზაობა. ეს ჩვენი ყველაზე დიდი ბომბორაწვერებია. აი ესენი. გავუშვით. მეორე. წავიდა ეს ყველაზე დიდია. ოლა, ეს 2 კილო ნახევარსაკლი 10 გრამი. 10 გრამის ეთყობა. გზაში დაიკლო რომ მომყავდა. წავიდა. აქედე უნდა იყოს ერთი წვერა. ერთი კიდია. ეს ჩვენი შედარებით პატარა წვერა. და დანარჩენი არის სულ კაპარჭინა, პადლეშნიკი. მასაც ერთიანად გავუშვებ. 1-20 цали 30 цали იქნება 30. აი ასე. ძალიან ცუდი ნაპირია. აი რა. სადაც ვაპირებდი თევზაობას იქ უკვე დაკავებული იყო დღეს. მადლობას მიხდიან თევზები. კარგი დღე იყო.